იაკობ გოგებაშვილი დაიბადა გორის რაიონის სოფელ ვარიანში 1840 წლის 15 ოქტომბერს. იაკობ გოგებაშვილი ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. ის სწავლობდა ჯერ ვარიანის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი კიევის სასულიერო სასწავლებელში. მან დაწერა ბუნების კარი, დედაენა და სხვა წიგნები. 1864 წელს იაკობ გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა. მან შექმნა დედაენა, რადგან ღარიბი მოსწავლეები და სტუდენტები განათლებული ყოფილიყო. იაკობ გოგებაშვილმა მთელი თავისი სიცოცხლე ხალხის ერის სამსახურს შეალია.